ისტორიკოსი დევიდ ბრაუნდი აღნიშნავს, რომ მე-6-მე-6 საუკუნეებში პირველად პომპეუსის შემდეგ ლაზიკის ტერიტორიაზე უცხოური არმიები წარმართავენ ბრძოლას. მანამდე აქ ზღვის გასწვრივ რომაული გარნიზონები იდგა, ხოლო მოგვიანო პერიოდში უკვე ბიზანტიური უფრო ძლიერი არმია შემოდის და ცდილობს საკუთრივ ამ ტერიტორიაზე განალაგოს თავისი სტრატეგიული ობიექტები. ამავე დროს და პარალელურად აღმოსავლეთიდან შემოდის სასანიდური ირანი და საკუთრივ ლაზიკის ტერიტორიაზე იწყებს ომების წარმოებას. მათ ზღვამდეც კი მოაღწიეს საბოლოო ჯამში. სპარსელებისა და ბიზანტიელებისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო იმ უღელტეხილების კონტროლი, რომლებითაც იბერიიდან ლაზიკაში ლაშქრის გადაყვანის შესაძლებლობა არსებობდა. ეს გადასასვლელები იყო ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე. უღელტეხილების კონტროლით ბიზანტიელებს შეეძლოთ ხელი შეეშალათ ან საერთოდ აღეკვეთათ სპარსელების ფართომასშტაბიანი ლაშქრობები ლაზიკაში. სპარსელებს კი უღელტეხილების ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემდა ლაზიკაში თავიანთი მიზნებისთვის მიეღწიათ. სპარსული მმართველობის ქვეშ მყოფ იბერიასთან მუდმივი კავშირი სპარსელთა ზურგის დაცულობას უზრუნველყოფდა და რეგულარულ გამოსაზამთრებელ ადგილსაც წარმოადგენდა მათთვის. ვინაიდან საომარი მოქმედებები როგორც წესი ზამთარში უმთავრესად წყდებოდა და გაზაფხულზე განახლდებოდა ხოლმე. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მებრძოლი მხარეებისთვის ჩრდილოეთით კავკასიონის უღელტეხილების კონტროლი. ის, ვინც ფლობდა ამ უღელტეხილებს, ხშირად გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევაც კი შეეძლო. მტრის ზურგში საკუთარი მრავალრიცხოვანი მოკავშირეების, ხუნების ან ალანების გადმოყვანით. დიდი სახადი, რაც კი გადაუხდია ამ ციხეს, ეს იყო ეგრისის დიდი ომის სახელით ვიცნობთ. რა დანიშნულება ჰქონდა ამ პერიოდში ამ ციხეს ლაზიკის ომის ეპოქაში? მთავარი მიზეზი ეს იყო, აი სწორედ გავლენის სფეროები, ასევე ირანის ინტერესი დიდი, მათ როგორი გეგმა ჰქონდათ, იცით, იკავებდნენ ლაზიკას, გადიოდნენ შავ ზღვაზე და შავი ზღვიდან სურდათ შემდგომ კონსტანტინოპოლზე შეტევა განეხორციელებდნენ. ანუ შეევიწროვებინა და ესუსტებინა ბიზანტიის იმპერია. ბუნებრივია ბიზანტიელებს ამის შესახებ ინფორმაციაც ჰქონდა და ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი იყო ეს. საზღვაო გზას აკონტროლებდა ეს ცალსახად და ასევე სახმელეთო გზასაც აკონტროლებდა და ბუნებრივია, როდესაც ირანელები შემოდიან დასავლეთ საქართველოში და გადმოდიან, მათ ეს თავისი საჯარისო ნაწილები რამოდენიმე ნაწილად უნდა გაეყო. ანუ სადაც ბიზანტიელები იდგნენ, ის ციხესიმაგრეები უნდა დაეკავებიათ, რომლის შედეგად უკვე ადვილად გააკონტროლებდნენ აქ სიტუაციას და არა მარტო აქ, ზოგადად დასავლეთ საქართველოში და ეს ციხესიმაგრე ხელიდან ხელში გადადიოდა. ხან ბიზანტიელები იდგნენ, ну თავიდანვე ბატონო ბიზანტიელები, მაგრამ ომის პერიოდში ირანელებსაც კი ჰქონდა ეს ციხე სიმაგრე დაკავებული. ერთი ასეთი ცნობა ამ პროკოპი კესარიელიდან, რომ დაახლოებით ძალიან ცოტა ნაწილი იყო რა, გარნიზონის ალყაში იყო თითქმის, მაგრამ მოახერხეს ირანელებმა აქ ჯარი შემოყვანა. და მათი მთავარსარდალი ასე ირონიულად ამბობდა, რომ ეს როგორ ამ რა პრეტენზია უნდა გქონდეთ ამათ ნახევრად დაჭრილი და ავადმყოფ ჯარისკაცების ციხესიმაგრე ვერ აიღეს. აი ესეთი ირანელებზე ხო, ირანელები და იმდენად მომძლავდნენ, მე ირანელები ბიზანტიელებმა დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ამ ციხის დაბრუნება, ისიც კიდევ ლაზებთან ამ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მის საჯარისო ნაწილებთან ერთად მოახერხა ამ ციხის დაბრუნება. ლაზიკის მდინარეები არ იყო განსაკუთრებულად რთულად გადასალახი და ჯარსაც შეეძლო მათზე ფონის მონახვა და გადასვლა. თუმცა ადგილმდებარეობის კარგად მცოდნე გამყოლების დახმარებით. როდესაც ხოსროს ჯარი პირველად შეიჭრა ლაზიკაში ლაზი მეგზურების დახმარებით, ლაზებმა მოიმიზეს, რომ ფასისის გადალახვა რთული იყო და ჯარს დიდ დროს წაართმევდა. როგორც პროკოპი აღნიშნავს, ლაზების მოგონილი მიზეზი იყო, რათა სპარსელები თავიანთი ძირითადი საბინადროებისკენ არ წასულიყვნენ. ის მცირე ეკლესია, რომელიც ნანახი არის
ისიც აშენებულია ძველ ეკლესიაზე, რომელიც ასევე ქრისტიანულია, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად უკვე განგრეული იყო, რომ და აი ამ საზოგადოებამდე უკვე შუა საუკუნეებში იყო ის არაკლიდა საჭირო ამხელა ეკლესიის ასეულას, ამიტომ უფრო მცირე ეკლესია გააკეთეს და უფრო დიდი ტერიტორია გამოიყენეს სამეურნეო დანიშნულებით, საბორნეო კუთხით. რო გითხრათ, რომ ინტენსიური ცხოვრება იყო, ამის კვალი ნამდვილად არ არის. მე შუა საუკუნეებზე ვლაპარაკობ, რაღაცა ოსმალების შემოსვლამდე, რო ვთქვათ ეს. თუმცა მასალა არის, რომელიც გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ცხოვრება გრძელდებოდა. ოღონდ ინტენსივობაზე შეიძლება ვიკამათოთ. მეორე საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან ძლიერი იყო აღმოსავლურ ქართული სახელმწიფო იბერია, რომლებსაც ყავდა თავისი მოკავშირეები, ძიდრიტები, რომლებიც სავარაუდოდ ზღვისპირა, ასე ვთქვათ, აღმოსავლურ ქართულენოვანი ტომების წინაპრები იყვნენ, ну, სავარაუდოდ აჭარელების და გურულების. აი, მათი დაყრდნობით ის ახორციელებდა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ პოლიტიკას, მათ შორის რომის ინტერესების წინააღმდეგ. არიანი ცნობილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი აღნიშნავს კიდეც, როდესაც აფსაროსი საუბრობს, რომ აი აქ მის მეზობლად ფარსმანის ქვეშევრდომი ძიდრიტები ცხოვრობდნენ. ერთ ეპიზოდში პროკოპი წერს, მეფე გუბაზმა კარგად იცოდა, რომ ისინი ვერასგზით ვერ გადალახავდნენ ფაზეს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ნავები არ ჰქონდათ. ამ მდინარეს ხომ სიღრმე აქვს, სხვებზე არანაკლები. სიგანითაც დიდ მანძილზეა გადაჭიმული. სისტრაფეც მას ისეთი აქვს, რომ ზღვაში ჩასული ის კარგ მანძილზე ცალკე მიმდინარეობს. ისე, რომ მას არ უერთდება. ამიტომ იქ მენაოსნეთათბის მოსახერხებელია შუა ზღვაში მიიღონ სასმელი წყალი. და მდინარისაკეთ ყველგან სიმაგრეებიც გაუკეთებიათ ლაზებს, რათა ნავებით მომავალი მტრისთვის ხმელეთზე გადმოსვლა არ ყოფილიყო შესაძლებელი. მაგრამ სხვა ეპიზოდებში აშკარად ჩანს, რომ ლაზიკის მდინარეების გადალახვა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ საქართველოს მიწაზე, აი ამ ტერიტორიაზე, არც მეტი არც ნაკლები შეჯავშნული საბრძოლო სპილოები დააბიჯებდნენ. ამის შესახებ წერილობითი წყაროები, მაგალითად, გეორგიკა გვიყვება. ორი დიდი სამყაროების ერთმანეთს, ეს არის სპარსეთი და ბიზანტიელები. ანუ ლაპარაკია დეტალებზეც კი, თორე ითი გადაადგილებოდნენ რითი ესროლა იმან ვინ უყალა და ვინ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვადასტურებთ, რომ რამდენად რეალური იყო, აი ამ ადგილას ეს ყველაფერი და მტკიცდება არა ირიბი, არამედ პირდაპირ, რომ ეს ელემენტი სპარსელი იყო ამ შემთხვევაში, რომელიც იყო მიგნებული, რადგან ისინი ისეთ დღეში არიან მოქცეული, რომ აი ესეთი ფორმით ნახულობ ჩვენ კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმაზრს, რომ ეს ბრძოლის შედეგი იყო. არქეოლოგიურად არტეფაქტებით ვადასტურებთ იმ მასალას, რომელიც წერილობით წყაროებში ასახული, რომ აქა იყო მაგალითად იუსტინეს მიღებული ქალაქი, კი ბატონო. ამ ეპიზოდის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ მდინარეების გადალახვა არა მხოლოდ ქვეითებისთვის იყო ადვილი, არამედ ცხენოსანი ჯარისა და საბრძოლო სპილოებისთვისაც კი, წერია გეორგიკაში. სასანიდები ალყის დროს ხშირად იყენებდნენ საბრძოლო სპილოებს. მათი სიმაღლე, სიძლიერე და მასა საშუალებას აძლევდა მათ გაერღვიათ დაბალი ბარიერები, გადაევლოთ ციხის სუსტ კედლებზე და ფსიქოლოგიური შოკი მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის. ზურგზე აშენებულ ხის კოშკებში სასანიდთა საუკეთესო მშვილდოსნები იყვნენ განლაგებულნი. ზოგჯერ კი სპილოები მძიმე კონსტრუქციებს ან ალყის მოწყობილობებს ატარებდნენ. მათ გამოყენებას ჰქონდა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ეფექტი, განსაკუთრებით კავალერიის წინააღმდეგ. შეჯავშნული სპილოების ორი წყება განსაკუთრებული სისწრაფით და ხმაურით უტევდა კავალერიის წინარიგებს. სპილოების მასიური ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კავალერია მას წინააღმდეგობას ვერ უწევდა და იშლებოდა. თუმცა მათი ეფექტი არ იყო აბსოლუტური. დახელოვნებული ბიზანტიური ჯარი იყენებდა ალყის წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს,
ღრმაორმოებს, ხმაურს, ცეცხლს, დისციპლინირებულ ფორმირებებს, რომლებიც სპილოების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ანეიტრალებდნენ. ჩვენთვის არის ცნობილი რა მასშტაბის ომი შედგა პირველად აქ, თქვათ, რამდენი ჯარისკაცი შემოიყვანა აქ ირანმა, აქ რამდენი დახვდა მათ სულ პირველად? 3000 კაცი, 4000 კაცი, ან თუნდაც მეტი. ასე კონკრეტულად ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ის რომ მაგალითად ალყა რო გრძელდებოდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ეს იმას ნიშნავდა რომ აქ პატარა გარნიზონი არ იდგა, აი გარნიზონი იდგა რისთვის, არა მარტო იმისთვის რომ მაგალითად ციხესიმაგრე აკონტროლოდა მიმდებარე ტერიტორია. აქ იყო გარნიზონი, რომელსაც ჰქონდა დავალება, რომ მაგალითად დასავლეთ საქართველოში შეძლებოდა სამხედრო მანევრები ჩატარება. და იმიტომ რომ როდესაც შენ ეს დავალება გაქვს, აქ ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი გარნიზონი უნდა ყოფილიყო. თორემ მარტო ციხეში ზოგჯერ იყო, მაგალითად დაპყრობის შედეგად ჩააყენებდნენ ხოლმე საჯარისო ფორმირებებს, იმიტომ რომ რაღაც მინიმალისტური ძალებით შეძლებოდა მაგალითად 1 კვირა ან 20 დღე, მაქსიმუმ 10 დღე, სანამ დამხმარე ძალა მოვიდოდა, რომ შეეკავებინა და როცა უკვე სხვა ფუნქცია გაქვს, ანუ შენ უკვე დაპყრობითი თემა გაქვს რა, შენ გინდა რომ კონტროლი დაამყარო შენთვის სასურველ ტერიტორიაზე და სასაყრელო ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დიდი ძალებია კონცენტრირებული. თუმცა ლაზიკის ომი გაცილებით ფართო მასშტაბისაა. მაგრამ ამ მოვლენამ განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა პეტრას ციხეზე. ჩემი მიზანიც სწორედ ლაზიკის და ისტორიის ამ ფურცლის პეტრას კონტექსტში განხილვაა. მე-6 საუკუნე 541 წელი. ლაზიკის ომის შუაგულში ბიზანტიის ერთ-ერთ მთავარ სიმაგრეს პეტრას მძიმე ალყა ადგას. სასანიდთა მეფე ხოსრო პირველი ანუ შირვანი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე დაიპყრო სომხეთი და უკვე მიახლოებული იყო შავ ზღვასთან, ახლა ცდილობს დაამსხვრიოს ბიზანტიური გავლენა კავკასიის ამ წერტილში. ციხე, რომელიც იუსტინიანეს ბრძანებით 535 წელს ააშენა სარდალმა იოანემ, ძლიერად იყო გამაგრებული. ბიზანტიის გარნიზონი იცავდა ციხეს 6 თვის განმავლობაში. სასანიდებმა ალყა დიდი მეთოდურობით დაიწყეს. ქალაქის გალავნის ქვეშ მოაწყვეს მიწისქვეშა გვირაბი. ეს იყო სამხედრო ტაქტიკა.